ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. დღეს არის მეოთხე შაბათი აღდგომის შემდეგ და დღეს წავიკითხეთ სახარებიდან იესო ქრისტეს შეგონება მორწმუნე ებრაელებს ესე წერია სახარებაში მიმართა და ეუბნება ესეთ სიტყვებს. ეს არის სიტყვები, რომელიც ალბათ არის ცენტრალური აზრი მთელი საფუძვლის სანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგათავისუფლებს თქვენ. თავისთავად ძალიან ღრმა მნიშვნელობის და ძალიან ღრმა შინაარსის სიტყვებია და ძალიან ღრმა ფილოსოფიურია, მაგრამ ამ ებრაელებმა ეს სრულებით სხვანაირად აღიქვეს. სრულებით სხვანაირად აღიქვეს თავისი ცოდვილი ცხოვრებიდან გამომდინარე და ეხლა მოგახსენებთ რა იგულისხმება. ესეთი რამ უთხრეს იესოს, აი ესეთი ღრმა, ესეთი ფილოსოფიური სიტყვები უთხრას, სანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამ განგათავისუფლოს თქვენ. ესენი კიდე რას ეუბნებიან, რომ ჩვენო თავისუფლები ვართო, ჩვენო აბრაამის შვილები ვართო, არავის არ ვემონებითო და შენ როგორ გვეუბნები, რომ გათავისუფლება გჭირდებაო. ხო და იესომ კი ისევ გააგრძელა ეს ძალიან ღრმა ფილოსოფიური აზრი და ესე უთხრა, რომ თქვენ ხართ ცოდვილი ადამიანები, თქვენ ჩადიხართ ცოდვებს და ძალიან კარგად იცოდნენ იმან რას ეუბნებოდა იესო. იესომა ძალიან კარგად იცოდა ზუსტად ეუბნებოდა კონკრეტულად და ეუბნებოდა, რომ ადამიანი რომელიც ჩადის ცოდვებს, ამ ცოდვის მონაა და ამიტომ თქვენ თუ გინდათ რომ გათავისუფლდეთ, უნდა ჭეშმარიტებას ცნათ. ანუ შეიმეცნოთ რას ნიშნავს ეს, როგორ შეიძლება, რატო არის დაკავშირებული ჭეშმარიტება და თავისუფლება ერთმანეთთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და როდესაც ადამიანი ცოდავს, მან შეიძლება ითქვას, რომ პასუხი წინასწარ იცის. ეს პასუხი აუცილებლად უნდა მიესადაგოს მის ოდურ ცხოვრებას. მას უკვე ჭეშმარიტება აღარ აინტერესებს. და ეს ძალიან დღეს ჩვენ ცხოვრებაშიც ხდება, ესა ყოველთვის ხდებოდა და სამწუხაროდ ალბათ ყოველთვის ასე იქნება, რომ თუ ადამიანი ცოდავს, მას უკვე გადაწყვეტილება აქვს მიღებული მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ჭეშმარიტება. ანუ მას უკვე ჭეშმარიტების შემეცნება კი აღარ აქვს მიზნად. მას უკვე მიზნად აქვს თავისი ცოდვილი ცხოვრების გამართლება. და ის პასუხი, ანუ ესე იგი პასუხთან მიყვანა ყველაფრის, რა პასუხიც ესე იგი მას აწყობს, რა პასუხით წინასწარაა გადაწყვეტილი და რაც არ უნდა ასეთი ადამიანი მცდარი იყოს, მაინც დაჟინებით ამტკიცებს, რომ ეს არის მართალი და ეს არის ჭეშმარიტი. ჩვენ ასეთი ბევრი შემთხვევა ქონია, როდესაც არასწორი სექტანტებთან ქონია შეხვედრები და აი როდესაც მიიყვან თითქოს აუხსნი დაუმტკიცებ და მაინც ჭეშმარიტება სხვაგან არის, იმიტომ რომ მას ასე აწყობს. და სამწუხაროდ ასე ხდება დღევანდელ ცხოვრებაში, როდესაც ადამიანები გადაწყვეტილებას იღებენ წინასწარ, სანამ ესე იგი დადგება განხილვაზე ეს საკითხი. მათ სინდისის წინაშე, საზოგადოების წინაშე, მათ უკვე გადაწყვეტილება მიღებული აქვს, ვინც ამ გადაწყვეტილებას ღებულობს თავისი ცოდვილი ცხოვრებიდან გამომდინარე. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი აქედან არის ცოდვებისგან თავის შეკავება, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ ეს არ ხერხდება, მაინც ადამიანმა არასოდეს ჭეშმარიტებაზე მაღლა არ უნდა დააყენოს არაფერი. უპირველესად ეძიებდეთ სასუფეველსა ცათასა და სიმართლესა მისა და მერმე ყოველივე შეგეძინოს თქვენ, ასე ამბობს უფალი სხვა ადგილას. ღმერთმა დაგლოცოთ, ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა.